ირანი ღრმა კრიზისშია, სახელმწიფოებრივი კრიზისშია, აშკარად ის ფორმა, რაც თავის დროზე აიატოლა ხომეინეიმ 79 წელს შესთავაზა ირანს, არ მუშაობს, მუდმივ კრიზისში შედიან. ეს არის ექსპერიმენტი, როცა შეიქმნა ისლამური სახელმწიფო საკმაოდ გამოცდილ სახელმწიფოში. ირანი ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა, სახელმწიფო წყობით, ყოველთვის იყო სამოქალაქო მმართველობა, შაჰის მმართველობა და ბოლო პერიოდში, ანუ აიატოლა ხომეინიმდე იყო ძალიან ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლური სახელმწიფო აზიაში, თანაც ირანი როგორც ისტორიული სახელმწიფო მას ბაძავდა სხვები და ის იყო რაღაც ნიმუში, როგორ შეიძლება ყოფილიყო ისლამური და ამავე დროს, თქვათ ასე, სამოქალაქო და ამავე დროს, ქვია აზიური სახელმწიფო და უცებ ხდება კოლაფსი 70-იან წლებში. შაჰის მმართველობა არ იყო იდეალური, ბოლო შაჰის მმართველობა თავის დროზე იყო ავტორიტარული მმართველობა, მაგრამ პროდასავლური იყო აშკარად, უფრო მეტი თავისუფლებები იყო ირანში, ვიდრე საბჭოთა კავშირში იმ დროს, მაგალითად. და შესაბამისად უცებ ხდება გამოუგნებელი რამ, ჩემი აზრით, ირანი ეშვება ღრმა ისლამურ მართლობის სისტემაში. ეს არის ექსპერიმენტივითაა, იმიტომ რომ მანამდე მათი კულტურის ნაწილი არ ყოფილა არასდროს. ეხლა მით უმეტეს შიიზმი, შიიზმი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გვიანდელი ფორმაა ისლამისა და მე-16 საუკუნეში, მე-16 საუკუნემდე ირანი იყო, აი შაჰ აბასი ყველა ვიცი საქართველოში, ხო? აი შაჰ აბასი არის პირველი შაჰი, ვინც დააკანონა, ვინც სახელმწიფო რელიგია დააქცია შიიზმი. ნუ მამამისი და მან ამას გავრცელა რეალურად. მანამდე ირანი არის სუნიტური იმდროინდელი ტიპიური სუნიტური ისლამური სახელმწიფო ყველაზე ერთ-ერთი გვიანდელი ფორმაა. ირანი არის ყველაზე პირველი ნაცია, ვინც ისლამი, თქვათ ასე, ქვია, შეითვისა, არაბები არიან, რა თქმა უნდა, ამის ქვია, გამავრცელებლები. ამ ფონზე მართლაც რო ნახოთ კონსტიტუცია და მოწყობა, როგორ არის მოწყობილი, იმდენი ინსტიტუტებია, ფილტრებია შიგნით, რომ მთელი ამოცანა როგორმე აი ღვთაებრივი ენერგია აქციონ მართვის ფორმატ. რაც ძალიან რთულია, იქ არის ისლამის, ანუ კონსტიტუციის გუშაკთა საბჭო 12 კაცისგან შედგება, 6 არის ღვთისმეტყველი, მაღალი კლასის, 6 არის იურისტი. ანუ ისლამის ეს არ არის სამოქალაქო იურისტები, არამედ აი საკონსტიტუციო თქვათ ეს იურისტები, რომლებიც ცდილობენ რაღაც აი ამ არის ყურანის და სხვა რამ ფორმებით რაღაცა მოახდინონ, რაღაცა როგორ შეიძლება ისლამმა მართოს, აი სული წმინდა სულმა რაღაცამ მართოს სახელმწიფო. ეს ჩიხში შედის მუდმივად, სულ გამოსვლებია ისლამში, ისლამს თავისი დემოკრატიის პრინციპები გააჩნია ირანს, თავისი დემოკრატიის პრინციპები ის რომ ამდენ ხანს ხალხი ქუჩაში გამოდის მაინც, მე ბოლო ეპიზოდს არ გულისხმობ, მაგრამ მაინც ბოლო 15 წელია ეს არსებულ დემოკრატიაზე მეტყველებს, რომ ანუ ისლამი აძლევს ხალხს საშუალებას გამოხატოს თავის პოზიციას, ანუ ვერ აუგზავნო ბოლომდე. ეს მომენტებიც არის, როგორც აი რუსეთს მაგალითად პუტინი შეუძლია აკრძალოს და აკრძალულიცა რუსეთში გამოსვლები. აი თავში მოუვიდა და ეს ირანში ეს თავში ვერ მოგივა, იმიტომ რომ ეს რაღაც ისლამის პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს და არ ეყრდნობა ისლამის პრინციპებს, რომ ადამიანი აბსოლუტურად შეზღუდო და მას რაღაც თავისუფლებს რაღაც ისლამიდან გაგებით უნდა კონდეს თავის ახლა ნებისმიერ ადამიანს შემოგკამათებო რომ აბა ნახე ქალებსა და უფლებები აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი გაგებით ძალიან მძიმე პირობებში არ მაგავ. ირანში მცხოვრები ქალები 70% კმაყოფილი არიან იმ უფლებებით, რაც მათ აქვს. როცა ჩვენ ხედავთ უკმაყოფილებას, დაახლოებით 30%-ია, რომლებიც კატეგორიულად მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანი ჩაიცრო როგორც გინდა ისე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ვალდებულება. მე როგორც მინდა ჩავიცვე, მინდა ჩადას დავიხურავ, გინდა მინიუბკას ჩავიცვე, ეს არავის საქმე არ უნდა იყოს. ეს ევროპული დამოკიდებულება რეალობით გამ. იქ შიგნით არსებობს რაღაც გარკვეული თავისუფლებები. მოკლედ ეს კრიზისში შევიდა და მარტო იგივე აიატოლა ხამენეის შეცვლით უხეშად ვთქვა, რაც შესაძლებელია, არა გამორიცხული, იმიტომ რომ მართლაც ის არ არის ყველაფრის მყრობელი. იქ არსებობს ექსპერტთა საბჭო 80 კაცამდეა, რომელსაც შეუძლია გადაერჩიოს. ანუ აი კონსტიტუცია შეუძლია ხა შეიკრიბონ აი ამ წუთში 80-მდე ადამიანია, რომ თქვას რომ აიატოლა დაბერდა, მოხუცდა. ხო, მოდი მისი შვილი ხო, მე მგონი რომ შვილს გამოერიცხება, უკვე იმიტომ შვილზე ლაპარაკობ, დიდი ხანი რაისი რო დაიღუპა. ეს პრეზიდენტი აი რაისი შეიძლება ყოფილიყო საუკეთესო ვარიანტი, აი ამ აიატოლასი, შემდეგ მესამე აიატოლასი ხომეინი იყო, ხამენეი ახლა და ხო, ვინც არ უნდა იყოს, სისტემა უნდა შეიცვალოს და არა რა თქმა უნდა, ამიტომ აზრი არ აქვს ლაპარაკი აიატოლა კარგი და ცუდი. აიატოლების მართლობა უნდა შეიცვალოს. მით უმეტეს რომ ახალი აიატოლა მოვა, იგივე რა თქმა უნდა, ანუ შინაარსით და კონსტიტუცია ისეთი რომ იძულებული იქნება გარედან აი ღვთის სიტყვის რეალიზაცია მოახდინოს. ეს უნდა მოისპოს, უნდა გახდეს ირანი, უნდა გახდეს რესპუბლიკა. გამოცდილება ამის
ოპცია აქვთ იყო პრეზიდენტი და დღევანდელ ხა რომ მოაცილოს ისლამური მართლობა ირანის რესპუბლიკა პარლამენტი აქვთ ირჩევენ პარლამენტს რომელიც უფუნქციოა პრეზიდენტი ყავს რომელიც ასევე უფუნქციოა თუმცა ფორმალურად არის ეს გადანაწილება თუმცა რა თქმა უნდა ყველა ემორჩილება სულიერ გამორთული ოპციები რომაა უნდა ჩატვირთო რაღაც პროგრამა და ეს ოპციები აინთება აი ოპციები არსებობს ირანში სადაც შეიძლება უცებ არ მაგრამ 1 წელიწადში 5 წელიწადში დაიწყოს მუშაობა რესპუბლიკურმა მმართველობამ სადაც რელიგიას თავის ადგილი ექნება კი ბატონო ყველგან არის რომის პაპი არსებობს უამრავი ეპისკოპოსები არსებობს ხო რელიგიები არსებობს პრობლემა რა ანუ რელიგიას თავის ადგილი და ქვეყანას უნდა მართავდეს პარლამენტი საპარლამენტო იქნება ან თუ იქნება როგორც ამის შანსები არის ახლა ამ განვითარებული პროცესების გათვალისწინებით შესაძლოა ეს ცვლილებები ვიხილოთ იმდენ ღრმა კრიზისია თუნდაც არსებული რეჟიმი იძულებული გახდეს მოჩვენებითად მაინც ეცადოს თვითონვე შეცვალოს ეს მდგომარეობა. თვით აიატოლებშიც არის განსხვავება. აიატოლებს აბსოლუტურ უმრავლესობას ყუმშეს ხედავთ და რელიგიოს წმინდა წყლის რელიგიურ საქმიანობას ეწევიან. მათში არ არის პოპულარული რომ აიატოლა მართავდეს ეს არის სწორედ ხომეინიის მოგონება იყო თავიზოზე და თავიზოზე აი ახლა არის რომ არის ხამენეი ის ძლივს იპოვეს. 89 წელს როცა ხომეინეი გავათა და გარდაიცვალება და ვერ იპოულობენ ადამიანს ვინც შეიძლება ჩაანაცვლოს და დაწევენ ძალიან კონსტიტუციით პირობებს როგორ შეიძლება რომ ქვია ახალი გაეტოლი იყოს არჩეული მაგალითად თუ რაღაც ფაკულტეტზე არაბარებენ სტუდენტები ძალიან მაღალი დონე არის იმისა ქვია მოთხოვნების ხო და რო ხდება დაწევა დონეების რომ იქნება ამ დონეზე მაინც ჩააბაროს სტუდენტებმა ასე აღმოჩნდა ის ამ პოსტზე თავდაპირველად ძალიან არაპოპულარული საერთოდ იყო ერთი ტექნიკური ფიგურა იყო ამიტომ როგორც ეს უკვე კანონია პოლიტიკისა სადაც ლიდერი არის სუსტი ძლიერი ინსტიტუტი აი ესე მოხდა ხამენეის მოყვანა ის იყო სუსტი ლიდერი ასეც იყო შერჩეული სამკუთხედად ძალიან გაძლიერდა ინსტიტუტები მათ შორის აი ეს ისლამის ქვია გუშაქთა საქვია კორპუსი რომელიც არის დღეს რეალური არმია დასაყრდენო ის რომ ეხა თუ ლაპარაკობთ რომ შეიძლება მონარქი ჩამოვიდეს კი მონარქი აღდგეს ყველაფერი ეს არის ერთ-ერთი ვარიანტები იმიტომ რომ ეს ამდენი ეს არმია ეს კორპუსი ქვია ირანის რესპუბლიკის საქვია რევოლუციის გუშაქთა კორპუსი ეს ძალიან დიდი არმია ძალიან ძლევამოსილია ყველგან და ყველაფერში არიან უდიდესი დაფინანსებით გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ და ეს რეალური არმია რაც არსებობს ის შედარება არა ამასთან ამათ მეტი იარაღია აქვს ტანკები თვითმფრინავები და ასე შემდეგ და ეს ხალხი საწავა ეს ხალხი ემორჩილება სწორედ აი ამ რელიგიურ ხაზს უნდა მოხდეს სრული რეორგანიზაცია ძოლოვანი სტრუქტურების ეხლა თუ ხო მაგრამ აი როგორ და ახლანდელი პროცესები რამდენად იძლევა იმის იმედს რომ ეს მოხდეს რომ აი კონსტიტუციური მონარქიის დამყარების იდეამ გაიმარჯვოს. ხო და იმდენად ღრმა კრიზისი, იმდენად ხალხს აღარ უნდა ეს აიათოლების მართვა, რომ თვითონ მე მგონი ყველას ეხსნის რომ ოღონდ ეს გადავაგოროთ ახლა და რაღაც რეფორმები უნდა დაიწყოს. ახლა ისო ფეშესნიაკი მოხდა, ქვია, გახდა პრეზიდენტი, ესეც არ არის შემთხვევითი. ის არ არის ჩაწყობილი იყო. ნამდვილად სერიოზული ბრძოლა იყო და ხალხმა ჯანდაბას ეს რეფორმატორს მაინც გავს. ახლა რა თქმა უნდა სრულად გაიფუჭა სახელი და სრული დისკრედიტაცია მოახდინა თავის და თანამდებობის, მაგრამ ხალხს სულ იმედები აქვს რომ აი შეიძლება ვინმე რეფორმატორი ავირჩიოთ. ახლა შანსები არის შემდეგი, ან გაიმარჯვონ ძალიან ღრმა კონსერვატორებმა და განაგრძონ სასტიკი დევნა ხალხის ან უნდა გაიმარჯვონ რეფორმატორები. აი თუ რეფორმატორები იმარჯვებენ, მაშინ უნდა იწყოს რესპუბლიკის მშენებლობა, უნდა მოხდეს. ეხლა კარგი მომენტია რომ მართლაც ხამენეი მოხუცია და უკვე დიდი ხანია ლაპარაკებდა თქვენ შვილის ახსენეთ, დიდი ხანია ლაპარაკებდის მის ვინ იქნება შედეგი. იმიტომ ხვალზე შეიძლება გარდაიცვალოს თუ ღრმა მოხუცი ადამიანია. და აქედან გამომდინარე, კარგად ემთხვევა მისი მოხუცებულობა ახალი არჩეული რო იყოს. ეხლა ახალგაზრდა რო იყოს, პირველ 60 წელს რო იყოს შედარებით მათთვის ეს ახალგაზრდა ასაკია და ამ დროს დაწყებული იყოს პროცესები, მაშინ ღრმა გამოწვევა ექნებოდა, იმიტომ რომ წასვლას არ დააპირებდა. რამ უნდა აიძულოს რეჟიმი რომ ამ ნაბიჯზე წავიდეს, ბატონო პატარა გუშინდელი დღის შემდეგ და ტრამპის შეცვლილი ტონის შემდეგ ცოტა უიმედობის განწყობა ტრამპი ახლა მიხვდა რომ შეუძლებელია გარედან მოხდეს ჩარევა. ირანი არის დიდი ნაცია თავისი თვითყოფადობით და თავმოყვარეობით და მე მგონი რომ ხალხს უნდა მიეცეს შესრულება არ დაიღალოს. ანუ ეს როგორ აი მსხვერპლი არის ასობით კი არა უკვე ათასობით. ეს კიდე შიიტური კულტურის ნაწილია სხვათა შორის. ჩვენ ალბათ გინახიათ კიდევაც როგორ ანუ ეს თავგანწირვა სკოლებიდან ასწავლიან ბავშვებს რა არის თავგანწირვა. ხო, ბევრად სხვანაირად აღიქვამენ სიკვდილს ვიდრე მაგალითად ჩვენ ხო. როგორ სუნიტები. არა ხო, როგორ თუ გითხრათ სუნიტები, სხვანაირად და ამიტომ ეს რომ
სხვერპლად შეწირვა ძალიან ჩვეულებრივია, რომ მაგრამ არ არის უცხო მათთვის ეს მოვლენა. თქო, ამიტომ სხვერპლის აქედან შედარებით მზად არიან ამის. თითქმის მაგრამ სხვერპლი არის უდიდესი. ძალიან დიდი სხვერპლია. ამიტომ ეს სიმხელა სხვერპლი რომ თვითონ რელიგიურმა ლიდერებმა, ამიტომ რომ მართლაც როცა ხომეინი წავიდა და ხამენი მოვიდა, მაშინ იყო დიდი კამათი ირანში, გვინდა თუ არა ესეთი მართლობა. ანუ თვით აეტოლებს შორის. და გაიმარჯვა საბოლოო ჯამში არა ჩონდა მართლა ქვეყანა იმამი ხომეინი დაგვიბარა და მართლა ძალიან დიდი ფიგურა იყო და დღემდე ის არის ხელშეუხებელი ქვია თუ შეიძლება ითქვას ავტორიტეტი არის ამ სფეროში და ამ ფონზე ეხლა რაღაც ჯგუფმა ამ აეტოლებს უნდა თქვას რომ ასე მართვა შეუძლებელია ეს არ არის ჩვენი საქმე ამაზე ლაპარაკობ მე მაინც შეგეწინააღმდეგებით ამას დამოუკიდებლად როგორ მიაღწევთ მათ ზემოთ ხონდა ალახიეს ხოლმე მაგალითად ტრამპს ხომ ჰქონდა უკვე საკმარისი საფუძველი იმისთვის რომ ირანელი ხალხისთვის დახმარება რომელიც გზაშიაო თვითონვე თქვა. გზაში გემიგულწებოდა ხა საფხატრო ესა ქვია მე ასე მგონი მაინც არ ახლა ხანს შეცურდა ორმუზის იმაში ქვია სრუტეში მათი ერთი წამყვანი ავიაბზიდია ასე ქვია ანუ გემები გულისხმობ თქო ამაზე ამყარებდა ბევრი იმედს. მაგრამ ყველა ალბათ დააჯერეს ტრამპი რომ მართლაც მე ასე მგონი ახლა მე ვინა ვარ მაგრამ ჩემი ადამიანები ყოფილიყვნენ ალბათ ბევრმა დააჯერა რომ ამ ფორმით იქ არ ვერ შევწუთ რეჟიმს. უარეს შემთხვევაში ჩამოშლით რაღაც ნაწილს და დაიწყება სამოქალაქო პირისპირება, იმიტომ რომ საუდის არაბეთმა წესით აი ნახეთ, თურქეთი, საუდის არაბეთი, მთელი არაბული გაერთიანებული არაბეთის ემირატები, კვაყოფილები უნდა იყვნენ, რომ ჩაერიოს ამერიკა და ჩამოშალოს ყველა კაცსა რა განცხადებები კეთდება თურქეთმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. არავის არ აწყვეტს ირანის ჩამოშლა, ეს უდიდესი სახელმწიფოა, ეს ორ ერაყზე სამჯერ 4-ჯერ დიდი სახელმწიფოა, რა ტერიტორია და რა თან შეკრულია. ერაყში იყო 3 დღემდე არის 3 ერთმანეთთან მოკიშპე ძალა ენერგია შიიტები ცალკე ირანის გავლენიდან სუნიტები ცალკე არაბული კომპონენტი და ქურთები ირანში ესე არა ირანში ყველა ერთია როგორც ქართული ნაცია ხო ჩვენი ქართული ნაცია შედგება ეთნიკური უმცირესობებიდან რელიგიური ზოგადად ჩვენ ერთი ნაცია ვართ ეხლა დღესაც გამოდივართ სიტყვაზე ქუჩაში აქციებზე არა იქ საქართველოს მოქალაქეები გამოდივართ არა რაღაც ჯგუფი არ გამოდის არა რაღაც ჯგუფი რაღაც ნიშნით ეთნიკური თუ რელიგიური რაღაც ფორმით არა პოლიტიკური ნიშნით არ გამოდის არა აი ესეთი ირანი იქ გამოდიან აზერბაიჯანელები მარტო მეკიდებათ ანუ ერთი წამყვანი ფიგურები არიან სპარსელების შემდეგ აზერბაიჯანელები არაბებიც ბელუჯები, მაგრამ ეს შედარებით მცირე რიცხვები არიან თურქმენების და ანუ ეს ერთი ნაციის ნაწილია და მათი დაშლა რაღაც ნაწილებად ან ეთნიკურ ნაწილად, ან რელიგიურ ნაწილად შეუძლებელია წარმოუდგენელია. ამიტომ ნებისმიერი გარედან შეჭრა ვერ მოახდენს აი მონოლითის ჩამონგრებას. ყველა მეც კარგად იცის. ამიტომ საჭიროა შიგნიდან ანუ მოლაპარაკებები დიპლომატიით, აი ქვია, სანქციებით ან და სანქციების მოხსნით. ეხლა იმდენად ღრმაჩევი სანქციებიც ამერიკიდან დაანონსდა ზუსტად ჩვენი გადაცემის ხელოვნებას. იმდენად ღრმაჩევი კრიზისი რომ თვითონ უნდა მოსთხოვონ ეხლა შეიძლება რუსეთის გამოიყენონ სამწუხაროდ ამიტომ ჭირდება ტრამპს რუსეთი და ხშირად აბსოლუტურად ჩემი აზრით და გაუგებრად ზედმეტად თუ შეიძლება ასე უთქვას, მაგრამ რუსეთი ბონუსს ატარებს ამერიკის ჩინეთთან კონტექსტში, ირანთან კონტექსტში. მე არ გამორცხავ, რომ ქვია რუსეთის ჩაერთოს ამ პროცესებში და მოხდეს დააჯერონ ეს ელიტა, რომ საჭიროა თვითონ წავიდნენ რეფორმებზე. მე მაინც გონია, რომ ამ მიმართულებით წავა, რომ შესუსტეს რელიგიური, თქვათ ასე, კონსტიტუციური მართლობა და გაძლიერდეს საერო მართლობა, უკვე აი რესპუბლიკური თუ პოლიტიკური პარტიული რაღაც გარკვეული ნიშნებით. კი ბატონო და რაც შეეხება ამერიკის რეაგირებას, ხო დღეს CNN-ზე ვუსმენდი ექსპერტებს ამბობდნენ რომ ამერიკელ ექსპერტებს ჰქონდათ ასეთი მოსაზრება, რომ ტრამპის რეაგირებისთვის რამდენიმე დღე, მაქსიმუმ 1 კვირა აქვს და გადაწყვიტოთ. მაგრამ ამასობაში მათ უნდა შეაჩერონ ეს რეპრესიები და შეიძლება ამან საშინელება მართლა. როგორც გუშინ თქვა, შეჩერებულია ეს რეპრესიები. მაგრამ იმდან ძიმია ეს რაოდენობა, რომ მათ გაყვებათ ეს როგორც დიდი ჭრილობა დიდი ხანი ირანელებს. სოფლიო ძალიან დიდი ჭრილობაა. ათასობით ადამიანზე ზუსტ ციფრს ვერ ვასახელებ, ზოგიერთი წყობით 12000 და მეტი შეიძლება იყოს და ინფორმაცია განვაახლოთ ბატონო პალატა, აი CNN-ის ბოლო განახლება არის ასეთი თეთრ სახლზე დაყრდნობით, რომ ტრამპს მაგიდიდან არა უღია საბოლოოდ ირანისთვის პასუხის გაცემის გეგმა, თუ კი ირანი პირობას არ შეასრულებს და მკვლელობები გაგრძელდება, პასუხი იქნება ძალიან მკაცრი არის ციტატა ამ განცხადებიდან. გალფის ქვეყნები იყვნენ მოლაპარაკებებში ჩართული, როგორც ირკვევა CNN-ი წერს, რომ
მოლაპარაკებელი იყო ყატარი, ომანი, საუდის არაბეთი და ეგვიპტე. ამავე 4 ქვეყანამ გააფრთხილა ირანი, რომ იერიში არ მიეტანათ ამერიკულ ბაზებზე, თორემ მათი მხრიდანაც იქნებოდა რეაქცია, ეს განცხადებები ჩვენ ვიხილეთ. ხო, ძალიან მაღალი კრიზისია, ეს ჩვენ ზოგადად ჩვენ რეგიონში ხდება ყველაფერი ესა, პირდაპირ არ გვეხება, მაგრამ მირიბად გვეხება, იმიტომ რომ დემოკრატიზებული ირანი გვაწყობს და პირიქით ავტორიტარული ირანი პრობლემებს შექმნის რეგიონში, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი პირდაპირ თქვათ ასე გენეტიკური კავშირი აქვს ირანთან და გავლენას ახდენს აზერბაიჯანზე, რელიგიური ფაქტორები ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენზეც მოქმედებს, ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან მუსლიმები, მათ ტკივათ ეს ყველაფერი რაც ხდება ირანში, ჩვენ ყავს შიიტი მუსლიმები, საქართველოში ჩვენი სიმდიდრეა, სუნიტები ყავს, შიიტები, საქართველოს ქართული ისლამი ძალიან საინტერესო ფენომენია, სამწუხაროდ ჩვენ ამაზე ცოტას რამეს თუ ვლაპარაკობთ. ყველა ტიპის ისლამა დაიმკვიდრა საქართველოში, არაბული იყო, თურქულმა, ირანულმა, შიიტი ცალკე, სუნიტი, ყველაფერი და ჩვენ ქართველმა ერმა ნაციამ ყველაფერი ავიტანეთ, შევისრუტე და ვაქცე ჩვენი კულტურის ნაწილად და ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ როცა ეს რაღაცები ხდება, ბუნებრივია ჩვენს მოქალაქეებს ყველაფერი ტკივა და ჩვენ ვალდებული ვართ უფრო ყურადღებით ვიყოთ ამ ტკივილის მიმართ და რაღაც ანგარიში გავუწიოთ ამას. გარდა ემოციური ნაწილისა, ბატონო პაატა, ამ ტექნიკურ ნაწილშიც უნდა საიმიგრაციო მიმართულებით მზად უნდა ვიყოთ გარკვეული ცვლილებებისთვის. ტალღები არ მოგვაწევ, იმიტომ რომ პირველ რიგში სომხეთში გარკვეული ცვლილებები შესაძლოა. ჩვენ და სომხეთმა ერთად რაღაცა უნდა იმას ვქნათ, იმიტომ რომ გადავინაწილოთ რაღაც ვალდებულებები. ხო, სხვათა შორის აი, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ დახმარება გზაშია, რაზეც ტრამპმა ილაპარაკა, ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ეს შესაძლოა იყოს ასევე კიბერ დახმარებაც, ამაში კიბერ დახმარებაც იგულისხმებოდეს. რა თვალსაზრისით თუ გაქვთ თქვენ ამ? არ ვიცი, ნამდვილად კიბერ დახმარებაში რა შეიძლება მე მაინც გონია, რომ იმ აქტივისტებს, ვინც ორგანიზაციას ახდენ ამას ყველაფერს, რომ აშკარად ორგანიზებულია, თითქოს ლოზუნგი მოხდება ერთი ლოზუნგის გაჟღერება ერთ ქალაქში და უცებ ყველა ქალაქში ერთი იგივე ლოზუნგი, მაგალითად ველოდებით შახს რაღაცამ და შახი გაიმარჯვებს. ანუ ხდება ერთი იგივე ტიპის ისა ქვია შენობები დაწვა, პოლიციის შენობა, ყველგან პოლიციის შენობა, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა, ყველგან ადგილობრივი თვითმმართველობა, უნდა ითქვას ძალიან ძლიერია ირანში ადგილობრივი თვითმმართველობა. ანუ დემოკრატია ევროპული გაგებით, ვინაიდან ზედა დონეზე ვერ ხორციელდება, იმიტომ რომ რელიგიურია, ქვედა დონეზე არის მაქსიმალურად თქვათ ასე ადგილობრივი მმართველობა არის შედარებით განმუხტული და განდევნილია მთლიანად ქვემოდან ქვია რელიგიურობა და ის გარდა სხვა პოლიტიკური რაღაცა იდეოლოგიებიც კი ჩანს, მემარცხენეობაც ჩანს და კონსერვატიული ფორმები რაღაცები. ანუ ძალიან ცოცხალი მონოლითური ნაცია ირანელები, ახალგაზრდა ნაცია, ახალგაზრდულია და ამიტომ ძალიან კარგი დიდი მომავალი აქვს თუ რა თქმა უნდა ესენი აი ხა ჩვენ თვალსახელშუა თუ ჩაატარებენ რეფორმებს და განთავისუფლებიან აი ამ ქვია სამი რამე უნდა გააკეთონ. უნდა უარი თქვან ბირთულ პროექტზე, არაფერში არ ჭირდება დაწყევლილი ეს პროექტი უნდა უარყონ და არ ჭირდებათ მათ ეს ბირთული იარაღი, ძალიან ბევრი აი თურქეთი არ აქვს ბირთული იარაღი და რა, სხვაზე კაბაბინე ბუზე უფრინოს თავზე. მეორე, უნდა აღიარონ ისრაელი როგორც სახელმწიფო და დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, არა საჭირო ხა მეგობრობა და მანდამაიც ტუჩებში კოცდა, მაგრამ ისრაელი არსებობს სახელმწიფო დიპლომატიური და მესამე უნდა განახორციელონ მართლობითი სისტემის რეფორმა. ვერანაირი იდეალური აეტოლა ვერ მოახერხებს სიტუაციის გამოსწორებას, თუ ისევ დარჩება ის ფორმა რელიგიური მართლობა არ გაამართლა. სულ რაღაც რამოდენიმე ათეული წელია გამოცდილება, 79 წელიდან მოყოლება. ნუ ასე დიდ სახელმწიფოს, რაღაც რამოდენიმე ათწლეული გამოცდილება არ გამოადგა, თქვა არ გამოგვადგა და გადავიდნენ ისე ან შახზე, ან აღარ ჭირდებათ შახი, პირდაპირ გადავიდნენ რესპუბლიკურ მართლობაზე, საპარლამენტო მართლობაზე. ეს სამი რამე უნდა გააკეთონ აუცილებლად. ეს იდეალურ სურათში. არა, ეს რეალური ეს ამის გაკეთება შეიძლება არ არის. ხო, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ამის გაკეთება უნდა მოახერხონ ირანელებმა. ხოლოდ ირანელებმა ვერასხვალ ვერ გააკეთებს. ხო, მე მაინც აი ისევ იმ დისკუსიაში შემოვდივარ, როგორანაირად, იმიტომ რომ ამ რეჟიმს აქვს რესურსი, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დახოცოს. ხო, მაგრამ გამომედოს მე მგონი წესით უნდა ჩანდეს გაგება იმისა, რომ ხო ხედავთ უცებ გააჩერეს ეს და სიკვდილით დასჯა. ანუ ეს ტრამპის მუქარა მიმუშავა. რაღაც გავწულწეთ. კარგი, მაშინ მივყვეთ ამ ლოგიკას, რომ ტრამპის არამედ არაბულმა სამყარომ მიმუშავა უფრო მეტად. არაბები ეს ნიშნავს, რომ ახლა შესაძლოა ეგრეთ წოდებული შუალედური შეთანხმებისთვის დაიწყოს მოლაპარაკებები. ანუ ახლა რა ფაზაშიც ვართ, რომ შეაჩერეს სიკვდილით დასჯა, აქციის მონაწილეების მკვლელობები, ტრამპის მუქარები და
და განცხადებები და შეცვლილი ტონი მოვისმინოთ, ანუ ეს ქმნის ახლა რესურსს, რომ ეგრეთ წოდებული შუალედური შეთანხმებისთვის მოლაპარაკებები. ამას შეიძლება დაემატოს, ეხლა ძალიან კარგი მომენტია, რომ აეტოლე წამსვლელია ისედაც და ეხლავე მოხდეს მისი ავად გახდა ნერვიულა ემოციური ფონი დაუმძიმდა ავადმყოფობა და მოდი ავირჩიოთ ახალი აეტოლა. უნდა მოვიცოთ რაღაც ახალი რეფორმატორი, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ არსებიდან შევცვალოთ ყველაფერი. ძალიან დიდი ტკივილი განვიცადეთ, ეს საშინელი ტკივილი გაყვება, ჭრილობა გაყვება მთელი წლების განმავლობაში, ამიტომ ჯობია დროზე ამ ცხელგულზე რაღაცები გავაკეთოთ და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ირანელები ირანში ემიგრაციაში მყოფები სხვადასხვა ქვეყანაში, ესეთი ტრანსპარანტებით გამოდიან ალტერნატივა რეზა ფეჰლევი. აი ეს ფაქტორი ასხათ შორის მას ახასიათებს საერთაშორისო მედია როგორც ინტელიგენტ, განათლებულ, თანამედროვე ადამიანს და ხაზგასმით ამბობენ რომ აი პიჯაკით ჰალსტუხით ხო რაღაცნა მის ამ ვიზუალურ მხარეზე ძალიან აქცენტირებულად ბოლო დღეებში რასაც უყურებ ამახვილებენ ყურადღებას. მისი როლი ამ პროცესებში რა არის და რამდენად აქვს შანსი რომ მას ხალხის მხარდაჭერა ქონდეს თუ აი ამ მიმართულებით წავიდა პროცესები რასაც თქვენ პროგნოზირებთ. ეს ვარიანტია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი კარგი ვარიანტია. მას მithumet განცხადებული აქვს, რომ მზად არის იყოს მხოლოდ გარდამავალი ეტაპი. მას არ უნდა შახობა. მოგეხსენებათ ქართველებმა ეს ისტორია შახინ შახი არის მისი ნამდვილად მეფეთა მეფე არა სეპირადით ჩვენი ფილმები და გიორგი საკაძე და რაღაცები და ხო და ანუ ეს შახინ შახობა არ უნდა მას უნდა ჩამოვიდეს მოისმინოს გაუგოს ირანელ ხალხს და ხელი შეუწყოს იმ სისტემის ჩამოყალიბებას ხალხს უნდა. თუ საჭიროა მონარქია დარჩეს, მზად არის. მაგრამ მე მგონი ჯობია რომ არ დარჩეს მონარქია. და ამიტომ რომ გაუჭირდება ამის აღდგენა. მაგრამ ეხლა თუ გას უკვე წარდგა პირველ რიგში ხალხმა შეიძლება ვერ გაუგო. ჯობია ხალხს უკვე მოიხსნას და ჩვეულებრივი ეს უფრო გასაგებია, მაგრამ ეს სიმბოლურად თორე. ისე რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიიღებს მას. არიან ანტიმონარქისტებიც, არიან ეს გასამხედროებული პირები, რელიგიური პირები, ამიტომ მან უნდა მოახერხოს ყველასთან საერთო ენის გამონახვა. დღეს ის მართლა პოპულარულია, იმიტომ რომ ყველას ეს არის როგორც კომპრომისული ვარიანტი, გარდამავალ პერიოდის კომპრომისული ვარიანტი. მაგრამ მინუსი აქ ის, რომ ძალიან ხშირად ხარს შეედგა ისრაელს. ირანში ძალიან პოპულარული ამერიკა. აი მახსენდება სულ საბჭოთა კავშირის დროს მთელი პრესა ლანძღავდა ამერიკას, ზირს ამერიკის იმპერიალიზმი, ზირს ამერიკის კაპიტალიზმი. ჩვენ ახალგაზრდები ყველა გიждდებოდა, ანუ მთელი ქართული საზოგადოება და საბჭოთა იყო შეყვარებული ამერიკაზე. ამერიკული ჯინსები, მუსიკა, ფირფიტები, ტანსაცმელი, ყველაფერი ამერიკული. და ანუ აი ესეთი სიტუაცია ირანში. ირანელების აბსოლუტურ უმრავლესობას უყვარს ამერიკა, მაგრამ ვერ იტანენ ისრაელს. ეს მომენტი არის. და ქვია დილემა. ხო, ეს და რეზა ფახლევის კი ეს მომენტი ბევრმა შეიძლება შეუხსნას. პოპულარული შეიძლება. თორემ მან არაერთხელ და ორჯერ ისრაელის სასარგებლო რაღაც ნაბიჯები იგივე როცა დაიბომბა ივნისში, ქვია ეს ბირთვული პროგრამა, ის მიესალმა მას და მოუწოდა კიდევაც ისრაელს რომ დაებომბა და ეს ახალი ამბავია, სულ ახალი ამბავია. ამიტომ მიუხედავად ამისა, ბევრი ირანელი მზადაა რომ როგორც გარდამავალი, არა როგორც საბოლოო ვარიანტი, როგორც გარდამავალი ეტაპი მას მაგრამ ის უფრო პოპულარულია დასავლეთში. ანალიზის თანახმად თუ თან რელიგიური სასულიერო პირები ინარჩუნებენ პოზიციებს, რამდენად შესაძლებელია ყველაფერში გამოჩნდეს რეზა ფეჰლევი. იყოს შეიძლება ხო, მე მაინც გონი ახლა მე არა ვარ ირანისტი, მე პოლიტოლოგი ვარ და გეოპოლიტიკა მაინტერესებს და რაც ვიცი, ქვია მხოლოდ გეოპოლიტიკის კონტექსტზე გამომდინარე და მაინც ჯობია შიგნით არსებულ რესურსზე, ანუ რომელიმე ძალიან ბევრი აეტოლები არიან. რომელიმე მეტნაკლებად შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ შედარებით ახალ შეიძლება 60, 65, 70 წელს აეტოლამ თქვას, რომ აიღოს თავისავზე, გახდეს აეტოლა და დაიწყოს რეფორმები. ანუ ხუნდა დაიწყოს რეზა ფახლევი რეფორმები, თუ ჩამოვიდა რა, ჯობია ეს დაიწყოს რომელიმე აეტოლა. მე ჩემი აზრია, ახლა მე ჩვენ ხო ბჟელობთ და უფრო კარგი, უფრო უმტკივნეულოდ წავა ირანში ესეთი რეფორმა ახალგაზრდებში პოპულარული რომელიმე აეტოლა, რომელიც მართლა არის ძალიან დიდი თეორიები აქვს, სკოლები აქვს, მაგათ უნიკალურია მათი ღვთისმეტყველება თავისა. ცოცხალი რელიგია ირანში, არა მარტო ირანში, არაბეთში, სუნიზმში, მაგრამ იქ ყველაფერი ეხლა იქმნება ხშირად, იწერება, როგორ წაიკითხონ ყურანი და ასე მთელი სკოლებია, ერთმანეთს ეწინააღმდეგე მეკიდებას და ასე შემდეგ და რომელიმე პოპულარმა აეტოლამ უნდა იყოს, იმიტომ რომ მართლა არ არის პოპულარული ყველაში, აი რომელიმე ვინც აკრიტიკებდა ყოველთვის რომ იყოს ირანი ისლამური რესპუბლიკა, აი რომელიმე მათგანმა უნდა იყოს თავისავად დღეს გახდეს აეტოლა, დათანხმდეს და დაიწყოს რეფორმები. და რაღაც 5-6 წელიწადში დაასრულებდა ამ რეფორმებს. რა თქვენი აღქმით ისინი იძულებულები იქნებიან ამაზე წავიდნენ, რადგან ხალხი არ გაჩერდება, გააჩერეს რამდენიმე წლის წინ პროტესტი ირანში, მაგრამ ახლა
განსხვავებული კონტექსტია და აი რა ქმნის ამ განსხვავებულ კონტექსტს, ხო? ჩვენ ასე ვიგებთ და ჩვენს ასე ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ ეკონომიკური პრობლემებით დაიწყო ეს პროტესტი, მაგრამ ეს ხო ნაპერწკალია და რა თქმა უნდა. ეს ამას აქვს დაგროვითი ეფექტი, ხო? შეიძლება ადამიანი როგორც ბოლოწვეთის ამბავ ქართულ გროა ბოლოწვეთის ფაქტორია, ხო? ბოლოწვეთმა გადმოღვარა თასი. ანუ დაგროვითი ეფექტი აქვს, მაგრამ ასავარია პროტესტში ჩაერთო საყრდენი ირანული რეჟიმისა, ეკონომიკა, ვაჭრები, ბაზრები. ხლა აი როგორც ახლა ირანში ნაყოფი არ ვაგავ, ჩვენ ბერჩოტაგან ნაყოფი არის მაგალითად სტამბოლში. აი სტამბოლის დიდი ბაზარი. აი ამ ტიპის დიდი ბაზრებია ყველა დიდ ქალაქში ირანში. და უცებ აი სტამბოლის ეს ბაზარი რომ გამოვიდა ჩაკეტოს თელი ბაზარი და გამოაცხადოს ეგრე ქვია გაფიცვა. იმიტომ კატასტროფული ვარდნა იყო რა თქმა უნდა ვალუტის და აი ამ მისცა ბიძგი იმ ხალხს რომელიც მუდმივად ქუჩაშია. ეს ხალხი ვაჭრები ქუჩაში არ გამოდიოდნენ არასდროს. პირიქით ყოველთვის იყვნენ მომხრეები რეჟიმისა, სტაბილურობისა, არ მოსწონდათ მმართველობა, მაგრამ ჯობია ნუ იქნება ოღონდ ბუნტის ვარიანტი იყო. თვითონ გახდნენ ლიდერები ამის ყოველთვის. ამას დაემატა დაბომბები ისრაელისა და ამერიკის და ეს ცოტა შეურაცხყოფელი ფორმები, როგორ ესეთი ზუსტად მიზანმიმართული წერტილოვანი დარტყმებით თუ არ გაანადგურეს ბოლომდე სერიოზულად დააზიანეს ბირთვული ქვია პროგრამა. შეიძლება სულაც არ უხარია ირანელებს ბირთვული პროგრამა, მაგრამ მაინც შეურაცხყოფელია, როცა ასე იოლად გაგისწორდნენ. და ეს შეურაცხყოფის ფორმა ყველაფერი ერთად დაგროვებულ ამებმან, თორემ საშინლად გაძურდა ყველაფერი. მართლაც როგორც ამბობენ, $1 ღირს 1,500,000 რეალი ეს როცა იყო სულ რაღაც ცოტა ხნის უკან იყო 700,000. ანუ ორჯერ სამჯერ გაიზარდა ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დარტყმა ეკონომიკურად ეს ხალხი ქუჩაში გამოვიდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკური საკითხი იყო, ნამდვილად სწორად მოშობით აკეთებთ ამის ქვია პროექცირებას. და აუცილებლად მეკითხოთ, რა უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს რეაგირება? სადა სახელმწიფო თორე კი? ჩვენ იმდრამე უნდა ვაკეთოთ. ჯერსო ჩვენი სახელმწიფო ჩვენ უნდა მიდოთ რა ევროპაში და გვაქვს ვალდებულება რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ჰარმონიზირებული ევროპულ პოლიტიკასთან. ესაა თავარი და არ უნდა კონდეს ესეთი სპონტანური რაღაცა ხცევი, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ამ რეგიონის ნაწილი ვართ და ჩვენ ვიცნობთ კარგად, ჩვენ გვყავს ბრწყინვალე აღმოსავლეთმცოდნეების სკოლა გვაქვს უნიკალური აღმოსავლეთმცოდნეობის და ირანისტები გვყავს ბრწყინვალე და სპარსული ენის სპეციალისტები და შეიძლება აი რაღაც გარკვეული მათ დიპატივისება აქვთ ირანში, რომ მათ მოუწოდონ რაღაც მუდმივად კონდეთ კონსულტაციებით ხელისუფლებასთან, მთავრობასთან, როგორ სწორი გააკეთონ განცხადებები, უნდა იყოს კონტაქტები ჩვენს მუსლიმ საზოგადოებასთან და სავარია რაღაც მუდმივად ჩანდეს ირანში, რომ საქართველოს ესმის ის ტკივილები, რაც არის, რა თქმა უნდა ჩანდეს, რომ ეს თქვათ ასე პროცესები უნდა დასრულდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით და უნდა ვიყოთ სოლიდარულები, ცალსახად და მკაფიოდ სოლიდარული უნდა ვიყოთ მომიტიგების, მაგრამ როცა კობახიძემ ქვია არც პანაშვიდი არ გამოტოვა, არ დაკრძალვა არ გამოტოვა და ძირს ამერიკის ფონზე იქ იმყოფებოდა, ცოტა უცნაური იქნება დღეს მისგან სოლიდარობა გამოუცხადოს მასაკ, მაგრამ ყავს მართლა დიდი გუნდი საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალისტებისა, რომელიც შეუძლია ეს გააკეთონ, რომ ისინი აი ეს ხალხი და რეგალიები აქვთ უნიკალური, ეს ხალხი რომ სოლიდარობას უცხადებენ ირანში პროტესტს და ეს იქნებოდა ძალიან კარგი საზოგადოებრივი და არა სახელმწიფო და არამედ საზოგადოებრივი და ამ ასეთ მხარდაჭერის განხორციელება. კი ბატონო, და თქვენ ახსენეთ ზუსტად როგორ უნდა მივდიოდეთ ახლა ევროპისკენ, საერთოდ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, რომელიც რა თქმა უნდა არალეგიტიმურია. დიდი რესურსები გვაქვს ჩვენ ახლა ევროპისკენ გზაზე. აღლაპარაკობ კონფლიქტის მოგვარებაზე და ასაკითხებში ყველაფერს და ყველგან, რომ აი გული მისკდება, როცა ხედავ როგორ შანსებს უშვებთ ხელით. მთელი მსოფლიო იცვლება ჩვენ გარშემო, არა მარტო ირანი. კი, და შორდებით ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც კომუნიკაციის, რა ვიცი, ყველაზე დაბალ საფეხურზე ვართ, ყველანაირი კომუნიკაცია ფაქტობრივად გაწყვეტილია. ამ ფონზე გავიგეთ, რომ 75 ქვეყანას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეუჩერა საიმიგრაციო ვიზების გაჩერება. ეს ერთ-ერთი ტექნიკური საკითხია, რომელიც არა მხოლოდ ტექნიკურ ნაწილს მოიცავს, ხო? შინაარსობრივად ეს გარკვეული გზავნილია ჩვენთვისაც, რას ნიშნავს, რომ აღმოჩნდით ამ ქვეყნების ჩამონათვალში. ამაზეც მინდა. არა, მე მგონი ხა მაინც ჩამონათვალში აღმოჩნდნენ პატარა სახელმწიფოები, საიდანაც ქვია, სიღარიბის გამოტოვებენ ადამიანები თავის სამშობლოს და მიემგზავრებიან სად ამერიკაში. და იქ მაქსიმალურად ყოველგვარი ადგილობრივი კანონების დარღვევის ქვია, დარღვევით ცდილობენ ფეხი მოიკიდონ ამერიკაში, მოიტყუონ
მიიღონ რაღაცა გარკვეული პირობები, სოციალური პაკეტები და ამით რაღაც პარაზიტულ ცხოვრებას ეწეოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არ ეხება სტუდენტებს, როგორც ჩანს, არ ეხება ტურისტებს, ან სამუშაო ვიზიტ და სამუშაო კი არა და ქვია სამსახურებრივი ვიზიტ, რაღაცა ვიზიტებით ასე, მაგრამ ეხება მხოლოდ ვინც ეძებს ამერიკაში სამსახურს და ფეხის მოკიდებას და შეიძლება მიუერთდეს ამერიკის სოციალურ პაკეტებს. ამაზე ხა თქვენ ამ შემდეგ გადაცემაში მეც მაინტერესებს ეს ბატონი გამოვა როგორც ანაბაშიძე მე მგონი რომ მაინც ეს არ ეხება ყველა საქართველოს მოქალაქეს არ ეხება ეს ეხება იმას ვინც ეძებს როგორ დარჩეს ამერიკაში ასეთ ბევრი არიან ეს უკვე სახელმწიფოს პრობლემაა ჩვენი პრობლემაა და ამერიკამ თქვა აღარ შეგვიძლია ჩვენ ამდენი ადამიანის ასე ამ ქვია მიღება ამიტომ მათ ჩვენ ცოტა უხეშად კეთდება ყველაფერი დათულად მაგრამ აშკარა ჩანს რომ ღარიბი ქვეყნებით წინააღმდეგ კეთდება ყველაფერი ეს ათა ღარიბი ქვეყნებიდან შეწყვიტონ მიგრაცია და ვისი პასუხისგებლობაა ჩვენ რომ ღარიბდებით და ამ დროს გვაქვს ეკონომიკური ზრდა და სად მიდის ეს ფული ანუ აკაპრო ხო ხედავ ამიტომ ამ ყველაფერი წრეზე ტრიალებს ყველაფერი ესა საქართველოს საკმარისად მდიდარი სახელმწიფოა რომ შედარებით ციროეწყოვანი საქმეა სახელმწიფო მოქალაქეები კმაყოფილები იყვნენ ბედნიერები იყვნენ და სხვა სახელმწიფოში არ ეძებდნენ გამოსავალს საუბედუროდ ჩვენი მოქალაქეები აი ქუთაისში ვიყრით იქ ხო ადგილარჩევნებში და დაცლილია ქალაქი ხალხ დარჩენილია მოხუცები მხოლოდ რომლებიც ღებულობენ შემოსავალს აი უცხოეთ საბერძნეთში ან სხვა ქვეყნებში ევროპაში უფრო ცხოვრები თავიანთი ოჯახის წევრები ისინი წელზე ფეხს იდგავენ რათა თავის ოჯახი არჩინონ აქეთ ამიტომ ეს კატასტროფული მდგომარეობა და ეს უნდა შეწყდეს ორ და აქ როგორც ირანელების ხელში არის ირანის ბედი ჩვენ ხელში არის საქართველოს ბედი იმიტომ რომ აი ესე მუდმივად ოღონდ ამერიკაში ჩავიდე ოღონდ მექსიკის გზით ჩავიდე რაღაცა გადავიხდი გავიჭირებ დინარეს გადავლახავ მოვიტყუები ამას ვიზავ ესე ადამიანის ღირსება ილახება ამეთი და ვსაუბრე აი ამერიკა ყოველთვის შეუძლია უცებ ჩაგიკეტოს კარები და ამდენი ადამიანის ბედი ჰაერში ეკიდება ბედი ოჯახების ბედი ჰაერში ეკიდება ახლა ადამიანი გზაში რომა ახლა მექსიკის გზაზე რომა ამ წუთში და ხოლმე უნდა გადალახოს რაღაცა მექსიკის საზღვარი და მე და უცებ აღმოჩნდება რომ კანონი ამუშავდება და მას მოუწევს უკან წაბოსვლა ეს არის ამის ბრალი ამერიკელები კი არ არიან ტრამპი კი არა ამის ბრალი ჩვენ ვარ ჩვენ სახელმწიფოა ბრალში რომ ამ ადამიანს მოუწია გაეყიდა ყველაფერი ფული მოეგროვებინა წასულიყო და დაეკარგა ყველაფერი მე უკვე ამერიკის ტერიტორიაზე